და ეხაც მახსოვს დღევანდელი დღესავით ის მომენტი, მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა აბსოლუტურად. ხო არ აპირებთ რაიმე ფორმით სპორტში დაბრუნებას. რო აღარ უნდა ორგანიზმს ტვინს რო გეუბნება რომ აი გაჩერდი, უნდა გაჩერდე მაშინ. ძალიან მაგარი ბიჭები მოდიოდნენ ჩემწონით კატეგორიაში. უკვე ვხედავდი რომ ჩემი იქ დარჩენით ეს ადრეც აღვნიშნე ეთერში. მართლა ხელი შეშლა გამოვიდოდა და ამიტომ ჯობდა რომ გვერდზე გავწეულიყავით ყველაფერს აქ დავესწრო. რომელი ევროპა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირველად როცა გავხდი ჩემპიონი. იქ იმყოფებოდა ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემთან ერთად საგულშემატკივრო წამოსული და რუსებს მოუგე სხვათა შორის ფინალი, ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი გამოვიდა, თან რუსეთში ჩატარდა და ორჯერ ავამღერეთ საქართველოს ჰიმნი. თქვენთვის კიმანო უფრო კომფორტული იყო თუ შავალ კოსტუმი? დღემდე უხერხულად გრძნობ თავს, აი ისო მგონია რომ რაღაც შებოჭილი ვარ და ვიღაცას შებოჭვაზე ვყავარ დაჭერილი როგორც იმთოში. გაქცევასტილი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩემი სტუმარია ლეგენდარული ძიუდოისტი, საქართველოს მე-11 პარლამენტის მოწვევის წევრი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრად. დარწმუნებული ვარ, კარგი და საინტერესო გადაცემა გამოვა. მეც ეგრე ვფიქრობ და მოდი თქვენი გადაცემები ბევრი მაქვს ნახი და მადლობა. ძალიან საინტერესოა ყოველთვის. ჩვენს მაყურებლებს ვეთქვით, რომ კომენტარებში დაგვიწერეთ, ვინ გესიამოვნებათ შემდეგი სტუმარი. პირდაპირ კითხვით დავიწყებ, რას ეტყოდით მათ, ვინც ამბობს, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა წავიდნენ? საინტერესო შეკითხვაა. მე ძალიან მაინტერესებს თქვენ ამაზე პასუხი. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ სპორტში, როდესაც ხარ ადამიანი, ყოველთვის ცდილობ მაქსიმალურად, რომ შენ ქვეყანას მოუტანო წარმატება. პირველ რიგში შენ ქვეყანაში, შენს ოჯახს და შენი ქვეყნის გარეთ შენ ქვეყანას, რაც უმნიშვნელოვანესია და ძირითადი мотиваცია სპორტსმენის და ჩემთვის ყოველთვის ესე იყო და ყველა სპორტსმენისთვის ესეა, რომ შენი ქვეყანა ასახელოდა. მე ვფიქრობ, პოლიტიკაშიც დაახლოებით იგივეა, დაახლოებით კი არა შეიძლება უფრო გამძაფრებული იყოს, იმიტომ რომ 100%-ით შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ხარ ჩართული, შიგნით იქნება ეს ქვეყნის თუ ქვეყნის გარეთ და მე ვფიქრობ, რომ ვისაც სურვილი ექნება, არ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ რაღაცა თქვათ, როგორც ბუად ყავთ გამოყვანილი თითქოს სპორტსმენი რო პოლიტიკაში მიდის, საშინელება ხდება, ნებისმიერი სფეროს, ნებისმიერი კულტურის იქნება, სპორტის იქნება, ხელოვნების იქნება სფეროს ადამიანს შეუძლია თუ თქვათ მას სურვილი აქვს, დაკავდეს პოლიტიკით და თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ რაღაცა გააკეთოს ქვეყნისთვის. ნახე, ქართველები ძალიან ემოციური ერი ვართ. და როდესაც სპორტსმენი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაღაც რაოდენობის ადამიანი აკრიტიკებს. თქვენ როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე? კრიტიკას რაც შეეხება, მიჩვეული ვარ სპორტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როდესაც სპორტი ვიცით და ზოგადად ცხოვრება ესეთი მარტო სპორტი არა, რომ გაქვს რაღაცა ეტაპი წარმატების, გაქვს რაღაცა ეტაპი წარუმატებლობის, ხო? არ შეიძლება ყოველთვის ერთნაირ ხასიათზე იყო, არ შეიძლება ყოველთვის აღმა მიდიოდე, იმიტომ რომ თუ არ დაეცი, ისე ვერ წამოდგები და ვერ გაძლიერდები, ხო? ნუ სპორტშიც ხშირად იყო სხვათა შორის, რომ აი დაანებოს თავი, რაღა უნდა შეეშვას, წავიდეს და ამ რაღაცებმა მე უფრო გამაძლიერა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის დამატებითი мотиваცია იყო, რომ უფრო ძლიერი დავბრუნებულიყავი თქვა შემდეგ შეჯიბრზე და ნუ პოლიტიკაშიც დაახლოებით იგივეა, ისეთი ლანძღვა არის, რომელიც უფრო მაძლიერებს, იმიტომ რომ არაფერი აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც ვისმენ და პირიქით უფრო მაძლიერებს. ძალიან კარგი. ფიქრობ, რომ უკეთესი პოლიტიკოსი იქნები, ვიდრე სპორტსმენი? ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. აჰა. იმიტომ რომ ჯერ ახალი დაწყებული მაქვს ამ მიმართულებით მუშაობა, ეხა იცით რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ და მე ვფიქრობ ამას ალბათ დრო და წლები ჭირდება, რომ ამაზე მერე უფრო ხანგრძლივად ვისაუბროთ. თქვენს ახსენეთ, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდით, პირველ რიგში გილოცავთ. მადლობა. და წარმატებებს გისურვებთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებთან საუბარი არის ძალიან კარგი და ახალგაზრდების მოსმენა და შემდეგ უკვე ფიდბექად ესე ვთქვათ, ამ პრობლემების მოგვარება, რასაც ახალგაზრდები გეუბნებიან, იმიტომ რომ მე შემხვდა რაღაც ვიდეოები, სადაც თქვენ კრიტიკასაც ისმენთ. და ეს ძალიან კარგია. რას ეტყოდით თქვენსგან განსხვავებულად მოაზროვნე ახალგაზრდებს? ვინც არ არის, ესე ვთქვათ, თქვენს მხარეს? პირველ რიგში მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ის შეხვედრები,
რაც ჩვენ გვაქვს. მქონდა აჭარაში, მქონდა სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია და მთლიან საქართველოს უნდა მოვიცვათ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან და აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ ადამიანთან, ვისაც სურვილი აქვს რომ მოვიდეს და ისაუბროს ჩვენთან ღიად, თუნდაც კრიტიკულად. ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და საერთო რაღაცა გეგმაზე შეჯერება თუ ისინი როგორ ხედავენ თავიანთი კუთხის, თავიანთი ქვეყნის, თავიანთი ადგილობრივად მცხოვრები ადამიანები, თავიანთი ქალაქის, სოფლის თუ ასე შემდეგ განვითარებას და მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი არის მათი აზრი. რაც შეეხება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს, ზუსტად ამიტომ გაიხსნა ეს ფორმატი და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ შევხვედროდით ყველას, ვიცით რომ დარეგისტრირება ხდება QR კოდით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს სახელი, გვარი, იმეილი და პასუხი ავტომატურად მიუვა და შეუძლია მოვიდეს და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე აბსოლუტურად. ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, გაკეთებულ საქმეზე თუ სამომავლოდ რაიმე გეგმაზე და ასევე საგარეო პოლიტიკაზე, რაც ძალიან საინტერესოა ვფიქრობ და ვინც უშუალოდ კრიტიკულად არის განწყობილი, მე ვფიქრობ დისკუსიას და საუბარს ალტერნატივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთი მომავალი გვაქვს, ერთი რავი, ერთწმენა გვაქვს, ერთი არ ვიცი, ერთი რაც გვაერთიანებს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი სამშობლოს სიყვარული და თუ ამ ყველაფერში ვერთიანდებით, ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ რაღაცა ხედვები თუნდაც განსხვავებული კონდეს, რაღაცაზე ვერ შევჯერდეთ. თუ ეს გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო პირველ რიგში. და რავი, ჩვენ მზად ვართ, მე პირადად მზად ვარ, რომ ვესაუბრო ნებისმიერ ადამიანს, ვისაც თუნდაც განსხვავებული აზრი აქვს და თუნდაც რაიმე კრიტიკა აქვს ჩვენს მიმართ. ვიცით, რომ არ არსებობს დედამიწაზე ერთი ღმერთი იყო იესო ქრისტე უცოდველი, დანარჩენი ყველას გვაქვს რაღაცა ჩვენი მინუსები, პლუსები, შეცდომები და მით უმეტეს არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც თუნდაც შეცდომები არ ქონდეს, თუნდაც არ იყოს ისეთი რაღაცა, რაც თქვათ შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდა, რომელიღაც ახალგაზრდა უფრო უკეთესად ხედავდეს, თქვათ და ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ, რომ მოვისმინოთ ამათი იდეები, აზრები, რომ ერთად შევძლოთ უფრო უკეთესად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეხვდით ამ ბოლო პერიოდში. რა გამოწვევებია ახალგაზრდებში? ძირითადად კიდევ და კიდევ მადლობა ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებული არიან ამ შეხვედრებით. დღითი დღე, აი, ყოველი შეხვედრის მერე იზრდება მსურველთა რაოდენობა, იზრდება დამსწრეების რაოდენობა. პირადად ჩემთან და ზოგადად ბორდის წევრებთან უამრავი შეტყობინება მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ სურვილი აქვს დაესწრონ შეხვედრას და შემდეგ გაწევრიანდნენ ქართული ოცნების ორგანიზაციაში, რაც სასიამოვნოა და მხოლოდ მივესალმები ამას. მადლობა ყველას თითოეულ მათგანს ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის. რაც შეეხება უშუალოდ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ყველა თემაზე არის საუბარი, მაგრამ განსაკუთრებით ვიტყოდი, რომ ახალგაზრდებს, როგორც თქვენს, მეც, ჩვენ ყველა ჩვენთაგანს უფრო მეტად, რა თქმა უნდა, მით უმეტეს პატარა ასაკში, როდესაც ხარ 20, 21, 22 წლის, ძირითადად სწავლასთან ერთად, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეთავსებადი უნდა იყოს გართობა. რა თქმა უნდა. რაც სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, ამაზე ღიად ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ვერ არის იმდენი გასართობის სივრცე, რამდენიც უნდა იყოს და ძირითადად მოთხოვნა არის გასართობ სივრცეზე. რა თქმა უნდა, ასევე არის საუბარი ადგილობრივ დონეზე დასაქმებასთან დაკავშირებით. კი ვიცით ჩვენ, რომ არის უამრავი საშუალება იმისი, რომ ადგილობრივად დასაქმდნენ მუნიციპალიტეტები იქნება ეს თუ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი არის გასართობის სივრცე, სპორტული სივრცეები, ისიც ვიცით, რომ დაანონსებულია ცენტრალური ხელისუფლებიდან ყველა რეგიონში აბსოლუტურად მულტიფუნქციური ცენტრი უნდა აშენდეს და ამაზე ზოგან დაწყებულია უკვე მშენებლობა, ზოგან პროექტირება მიმდინარეობს, მაგრამ ვიტყოდი, რომ თუ უფრო მეტი იქნება ამ მიმართულებით ყურადღება და უფრო მეტი სივრცე შეიქმნება, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ერთად შეიკრიბონ, ისაუბრონ, ერთმანეთს იდეები, აზრები გაუზიარონ, მე ვფიქრობ უკეთესი იქნება და სწორედ ყველა შეხვედრაზე ამაზე იყო ხაზგასმა, თუ რა საჭიროებებია რომ მეკითხებით არის ის, რომ მეტი გასართობის სივრცე. ქალაქგარეთ. კი ბატონო. მე დარწმუნებული ვარ გიცნობთ და აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ მეც ფოთიდან ვარ, მქონია მეც პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში არის რომ ადგილი არ იძებნება ხოლმე ქალაქში, სადაც ეს ამდენი ახალგაზრდა ერთად დასხდება და ისაუბრებს და მე ვფიქრობ ახალგაზრდების საუბარი ძალიან ბევრ კარგ რაღაცას მოუტანს სამომავლოდ მე ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ კარგი თაობა ვართ, მე ესე ვფიქრობ რა. შესანიშნავი და გვინდა არ გვინდა
ესე ხდება, ისტორიულად ესე იყო, რომ თაობათა ცვლა ხდება, მოდიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით ეხლანდელი თაობა არის, აი საოცრად ნიჭიერი, საოცრად სმარტად მოაზროვნე და მე ვფიქრობ, რომ მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში არის უმნიშვნელოვანესი და მე იმედი მაქვს, რომ გაცილებით მეტ რამეს შეძლებენ, ვიდრე შეძლეს ჩვენმა წინა თაობებმა და ამის მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრემიერიც ზოგადად ამაზე საუბრობს და ამაზეა ხაზგასმა, რომ ახალგაზრდების ხელშია ქვეყანა და მომავალი და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ჩაიბარებენ ისინი ამ ყველაფერს. ქართული ოცნების ახალგაზრდულ შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მე ძალიან ბევრ პლატფორმაზე შემხვდა, ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა ამ მონაკვეთს და მე მაინტერესებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ცოტნის ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის. იგი ძალიან დიდი მხარდამჭერი არის ამ ორგანიზაციის და ზოგადად ახალგაზრდების და ჩვენი ქვეყნის. მისი როლი არის უდიდესი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან უყვარს თავის ქვეყანა. როგორც ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ მისი როლი ჩემი აზრით ალბათ იმიტოა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო დასაფასებელი, რომ ძალიან გულისტკივა იმაზე, რაზეც მე წეღან ვისაუბრეთ, თქვათ, რომ ვერ არის ისე ყველაფერი მოწესრიგებული, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ამას ისიც ვიცით, რომ დრო ჭირდება, თვითონ არის აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, რომ რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა ქონდეთ ახალგაზრდებს, უფრო მეტი პირობები ქონდეთ და ჩვენ თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუსაც, აი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არასასიამოვნო ფაქტები რაც მოხდა, თვითონაც როგორ გულისტკივილით საუბრობს ამაზე, პირადადაც მისაუბრია და ამაზე ყველავთან ხვდებით, რომ არასასიამოვნო ფაქტები იყო ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში მით უმეტეს და ამაზეც მისი რეაქცია და მისი რეაგირება რაც არის და როგორც საუბრობს არის უმნიშვნელოვანესი და მადლობა მინდა უთხრა მას ამ გულწრფელობისთვის, სწორი შეფასებისთვის და მე ვფიქრობ მისნაირი ახალგაზრდები მით უმეტეს ჩვენზე ასაკი ცოტა პატარაა და ვიტყოდი რომ ძალიან სწორად ძალიან ჯანსაღად ფიქრობს იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ მადლობა მას გვერდში დგომისთვის და მადლობა მას აქტიური ჩართულობისთვის რათა უკეთესი მომავალი ქონდეთ ახალგაზრდებს და უკეთესი მომავალი ქონდეს ჩვენ ქვეყანას. თქვენი შეხვედრებით ამას იმსახურებენ როგორც ხვდები, მაგრამ მე განსაკუთრებით ვეთანხმები იმ ნაწილში, სადაც ახსენა რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლარიზაციის დასრულებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის საუბარი. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ბევრი სტუმარი მყოლია, რომელსაც არ ვემხრობი პოლიტიკურად, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის ვისაუბრო ადამიანებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემსგან განსხვავებული შეხედულება აქვს, ვფიქრობ ამ დროს იბადება სწორი აზრი. გეთანხმებით 100%. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში შემდეგი რომელი სტუმარი გინდათ რომ იხილოს ჩემ გადაცემაში. ყველაფერზე როგორ შეიძლება ეხა ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არც უნდა ვეთანხმებოდეთ, ეგ ძალიან ცუდი იქნება ყველაფერზე. თუნდაც ყველა ადამიანს სხვადასხვა გემოვნება აქვს, ხო? აი მაგალითად მე და შენ სხვადასხვანაირად გვაცვია. და ასე შემდეგ და თავარია აი წერარაზეს ვისაუბრებ, თავარია ჩემი აზრით ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებდეს და დანარჩენ ყოველთვის მოიძებნება გზა რომელიც იქნება სწორი იმისთვის, რომ რა ჩვენ სამშობლო უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტად ბედნიერი იყოს აქ მაცხოვრებელი ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე თუ ისე ჩვენ ვიცით როგორ იყო ძიუდოისტი ვარლამის ცხოვრება. როგორია ერთი დღე იმის შემდეგ რაც თქვენ პოლიტიკაში წახვედით. ანუ პოლიტიკოსი ვარლამის ცხოვრება როგორია? საკმაოდ რთული შეკითხვაა. სპორტშიც რა თქმა უნდა ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, ვიცით რომ დაახლოებით 15 წლის მანძილზე ნაკრებში ვიყავი, ნაკრების კაპიტანი ვიყავი, აბსოლუტურად ყველა შეჯიბრზე მონაწილეობა, წონის კლება, მომზადება, ფსიქოლოგიური დატვირთვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სპორტში ერთი სპორტს და პოლიტიკას აი ამ დატვირთულობის კუთხით რაც გამოარჩევს არის ის რომ აი სპორტში უეჭველი იცი რომ შუადღეს უნდა დაიძინო. იმიტომ რომ გამორიცხულია, სხვანაირად საღამოს ვარჯიშს ვერ ივარჯიშებ და პოლიტიკაში განსხვავებული გრაფიკია გამომდინარე იქიდან რომ შეიძლება საერთოდ არ დაიძინო დღის განმავლობაში. მაგრამ საინტერესოა რა თქმა უნდა, ორივე საინტერესოა რა თქმა უნდა და პოლიტიკა აი სამწუხაროდ ისე მოხდა რომ აი თითქოს
რაღაც ძალები და ვიღაც ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რომ აი ეს პოლიტიკოსია გააშაონ ადამიანებს. რეალურად პოლიტიკა და პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს იმას რომ ემსახურო შენ ხალხს და ემსახურო შენ ქვეყანას, ხო? თუ ამ კუთხით მიუდგები და ესე შევხედავთ, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც გავაწლები და შევძლებთ იმას რომ რაღაცა შევძლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კუთხისთვის, ჩვენი რაიონისთვის რომ გავაკეთოთ, ხო? მე ვფიქრობ ამას დღეს თუ არა მომავალი თაობა აუცილებლად დაინახავს და თავი ღირსეულად ვემსახუროთ და შეგვაფასებს ისე როგორც დავიმსახურებთ და რასაც გავაკეთებთ და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი თავი мотиваცია და სურვილი არის ის რომ შევძლო მინიმალური იმ საქმეში რა საქმეც მაბარია და რა საქმეშიც ვარ ესე რომ ვთქვათ წარმოდგენილი და შევეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ წარმატებული ვიყო იმ საქმეში როგორც სპორტში ვცდილობდი. მე რასაც ვხედავ ძალიან გულწრფელად საუბრობ და მინდა წარმატებები გისურვო ყველა გეგმაში და იმიტომ რომ არ არის მუდმივი არაფერი, არ თანამდებობა. ამ თანამდებობის შემდეგ თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ვიცი რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაქვთ გაკეთებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეც გააკეთებთ და წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ ძალიან სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ ან პოლიტიკის მიმართულებით და მოდი ახლა ცოტა განვიტვირთოთ ხო შეიძლება? კი, გეთანხმებით, კარგი იქნება. დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვინ იქნებოდა კარგი ძიუდოისტი? საკმაოდ ისეთი რთული შეკითხვა. მაინც რთულია? ვიტყოდი უცბად ხა აი საიდან გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ კირცხალია იქნებოდა კარგი ძიუდოისტი ირაკლი. ირაკლი კირცხალია იქნებოდა კარგი ძიუდოისტი. რო ევარჯიშა, სხვათა შორის შედეგს მიაღწევდა. კიდევ ისე შეიძლება თქვა. მოდი ერთზე შევჩერდები. კი ბატონო. და ძიუდოისტებიდან ვინ იქნებოდა კარგი პოლიტიკოსი? მაქვს ჩემი პასუხი, მაგრამ ძიუდოისტებიდან ვინ იქნებოდა? არსებული ხა ვინც არიან და მოქმედები არიან თუ ზოგადად ვინ იქნებოდა კარგი პოლიტიკოსი? მოქმედები? იმიტომ რომ არა მოქმედები რო თქვა შეიძლება გენო თქვა პეტრიაშვილი და გაიმართებებს საქმეს და მოდი ცოტა სხვანაირად თქვა. არ ვიცი, ბევრი იქნებოდნენ, იმიტომ რომ აი ორი სიტყვით ვიტყვი, ძიუდო ისეთი სპორტია, რომ არა მარტო რაღაცა ერთი მიმართულებით ვითარდები. კი ბატონო. არამედ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გიწევს განვითარება. ეხლა ცოტა ისე თავის კებაში გამომდის და ძიუდოს კება გამომდის მარტო, მაგრამ რეალურად მართლა ესე არის რა. ფიზიკურად, გონებრივად, აი ყველანაირად უნდა განვითარდე, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო. თუ არ იფიქრე ზოგადად ტატამზე რო შედიხარ და მანამდე თუ არ იფიქრე და გონება თუ არ გახსნილი, გამორიცხულია რომ წარმატებას მიაღწიო რა და ამიტომ ბევრზე შეიძლება მაგის თქმა, რომ ბევრს აქვს შანსი. და ისო პირველი რომელმა გაგიელვა თავში ეგა ბექაურმა. ბექაურმა. კი ბატონო. შემდეგი სტუმარი ბექაური უნდა იყოს. ჩვენ სიამოვნებით უმასპინძლებთ. თქვენთვის კიმანო უფრო კომფორტული იყო თუ შარვალ კოსტუმი? კიმანო ეგრევე გეტყვი, ამაზე ფიქრიც არ ჭირდება და 2012 წელს მეცვა პირველად და ბოლოს 2024 წლამდე შარვალ კოსტუმი, როდესაც სოლი მოვიყვანა. არასდროს არ მსმია, არც მანამდე და არც მერე და ეხა როგორ ვარ, იცი, აი სამსახურში რომ მივდივარ და რაღაცა მანქანაში მაქვს გამოსაცვლელი ზემოთ როგორც კი ჩავჯდები ეგრევე და მაიკით და რაღაც მაისურითან რაღაცა სპორტულად მიყვარს, იმიტომ რომ მიშვეული ვარ მთელი ცხოვრება შეკრებაზე და ასე შემდეგ და დღემდე უხერხულად გრძნობ თავს, აი სუნგონია რომ რაღაც შებოჭილი ვარ და ვიღაცას შებოჭვაზე ვყავარ დაჭერილი როგორც იმდაში და გაქცევასტილ. ძალიან დიდი კარიერა გქონდათ და ძალიან წარმატებული ესე ვთქვათ. არის თქვენ სპორტულ კარიერაში ისეთი რამ, რადგან ყველაზე მეტად გწყდებათ გული? კი, ბევრი რამე. მაგალითად ოლიმპიური თამაშების ფინალი. ძალიან ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან. დიდი შანსიც იყო რომ მომეგო, იმიტომ რომ მეტოქეს მანამდეც ვიყავი შეხვედრილი, მოგებული აქვს მანამდეც, მაგრამ ვერასდროს ვერ ვჯობნი და ვერც ფიზიკურად, ვერც გამძლეობით და ასე შემდეგ. ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და ვფიქრობ დიდი შანსი იყო რომ მომეგო და ეს გულისწყეთა დღესაც მაქვს, მაშინაც მქონდა და ალბათ თელი ცხოვრება გამყვება და არ ვიძახი იმას რომ უკმაყოფილო ვარ. პირიქით, ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის რაც მომსა და მართლა გამორჩეული
სპორტული კარიერა მქონდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, თქვათ, როდესაც ვიწყებდი სპორტულ კარიერას, იმიტომ რომ არ გამოვირჩეოდი რაღაც განსაკუთრებული ტალანტით და განსაკუთრებული ნიჭით, მაგრამ კიდევ ვიძახი ღმერთს მადლობა იმისთვის, რაც მომცა. უბრალოდ გული წყდება იმაზე, რომ ეს ახლოს ხარ, ერთი ნაბიჯი გაკლდება და 4 წუთში წყდება ოლიმპიური ჩემპიონის ან ვერცხლის მედლის ბედი. ეს იყო ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური წნეხი ჩემთვის. ეხაც რო უყურებ ხოლმე კადრებს რა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ან ავსკროლო ან რაღაცა და არ მინდა რომ თავიდან გამიჩნდეს ის განცდა. და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რიო დე ჟანეიროში 2013 წელს კუბელთან. 2 გაფრთხილება, 1 გაფრთხილებაზე წავაგე და მაგაზეც ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ მანდაც დიდი შანსი იყო რომ მომეგო, მაგრამ არა უშავს. ამ გულიწყვეტიდან გამომდინარე, გამიჩნდა ეს კითხვა. ხო არ აპირებთ რაიმე ფორმით სპორტში დაბრუნებას? არა. რატო ესე გადაწყვეტეთ? იმიტომ გადაჭერით ესე ვთქვი, რომ მაქსიმალურად ვეცადე რომ დიდხანს დავრჩენილიყავი სპორტში, ძიუდო ინდივიდუალური სპორტია, ვიცით და ყველაფერი შენზეა აბსოლუტურად დამოკიდებული. გუნდურ სახეობებში კიდე შესაძლებელია თქვათ, რომ უფრო ხანგრძლივად ითამაშო, თქვათ, ფეხბურთი იქნება, კალათბურთი იქნება თუ ასე შემდეგ. ძიუდოში აბსოლუტურად 100% თუ არ ხარ მზად, გონებრივად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, აი ყველანაირად, ხო, ერთი კომპონენტი მაინც თუ ჩამოგრჩება, გამორიცხულია რომ რაიმე დიდ შედეგს და დიდ წარმატებას მიაღწიო. ბოლო პერიოდში ზუსტად ამას გრძნობდი. ერთ ნახევარს უნდა და მეორე ნახევარი არ მოყვებოდა. როდესაც სტატამზე შედიხარ საჭიდაოდ, 100% უნდა შედიოდე თამამად, ლაღად, შემართებით და ამას როდესაც კარგავ, მე ძალიან ძნელია რომ დიდი შედეგი გააკეთო და ზუსტად ამან განაპირობა რომ 2024 წელს დავასრულე კარიერა, იმიტომ რომ აი არო აღარ უნდა ორგანიზმს, ტვინს რო გეუბნება რომ აი გაჩერდი, უნდა გაჩერდე მაშინ. ესე აბსოლუტურად ყველაფერში, სპორტშიც, ცხოვრებაშიც და მე ვფიქრობ რომ დროულად მივხვდი, რომ წამოსულიყავი. თან დავამატებ იმას, რომ ძალიან მაგარი ბიჭები მოდიოდნენ ჩემპიონატ კატეგორიაში, სულამანიზეს გამოყოფამ შემთხვევაში. ბევრ შეჯიბრზე ერთად ვიყავით, სოფლიო ჩემპიონატზეც მედლებიც ერთად ავიღეთ და უკვე ვხედავდი, რომ ჩემი იქ დარჩენით, ეს ადრეც აღვნიშნე ეთერში, მართლა ხელი შეშლა გამოვიდოდა და ამიტომ ჯობდა რომ გვერდზე გავწეულიყავით, ყველაფერს აქ დავისწრო. სამგზის ევროპის ჩემპიონი ხართ. რომელი ევროპა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირველად როცა გავხდი ჩემპიონი. დიდი დატვირთვა ჰქონდა ამას გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წელს ვერცხლი მქონდა, 2010 წელს ვერცხლი მქონდა, 2011-ში ბრინჯაოს მედალი მქონდა და 2012-ში უკვე სად ვიყავი, რომ მომეგო და თან დატვირთვა კიდე პლუს ამას ის ჰქონდა, რომ იქ იმყოფებოდა ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემთან ერთად საგულშემატკივროდ წამოსული და ესეთი პირობით თხოვე მამამის და ოჯახს, რომ ჯემალის თხოვე, სხვათა შორის ჭკუასელს, ჯემალიშვილი შვილია და ბაბუო თუ წახვალო ესე მითხრა, მაშინ ოქრო უნდა ჩამოიტანო. ან არ ჩამოხვიდეო და სხვა შანსი არ მქონდა, უეჭველი უნდა მომეგო და 2 ოქრო ჩამოვიტანე სხვათა შორის, ერთი პირადი ჩემპიონატ კატეგორიაში და მეორე გუნდურში ჩემპიონები გავხდეთ. რუსებს მოუგეთ სხვათა შორის ფინალი, ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი გამოვიდა, თან რუსეთში ჩატარდა და ორჯერ ავამღერეთ საქართველოს ჰიმნი. აი ხა უნდა მეკითხარ, რომელ თქვენს ბრძოლას გამოყოფდით თქო და გონი ეგ ბრძოლა, ხო? ეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ 2013 წლის რიო დე ჟანეიროს სოფლიო ჩემპიონატს გავიხსენებდი, სადაც ჩვენი თაობა, ესე რომ ვთქვათ, აი ახალი თაობა შედარებით ძიუდოში, ვინც ვიყავით ჭრიკიშვილი, პაპინაშვილი, ოქრუაშვილი, ტატალაშვილი, შავდათუაშვილი, აი ჩავანაცვლეთ ჩვენი წინათაობა, ხო? პირველად გავხდით გუნდურში მსოფლიო ჩემპიონები. მანამდეც იყვნენ, რა თქმა უნდა, წინათაობის 2008 წელს მომიწია მე პატარა ასაკში ყოფნა ტოკიოში, ჩატარდა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი და იქ მოვიგეთ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თაობათა ცვლა მოხდა და ამხელა ტიტული ავიღეთ. მანდაც რუსებს შევხვდით ფინალში და 2-0-ს ვაგებდით სხვათა შორის. 2-1 გახადა ავთოჭრიკიშვილმა და ჩემთვის ყველაზე ისეთ კონკურენტთან მქონდა ბრძოლა, რომელთანაც მანამდე დაახლოებით 3-ჯერ ან 4-ჯერ ვიყავი დამარცხებული და გუნდური რახანი იყო, იმხელა мотиваცია მქონდა, იმხელა შემართება მქონდა, რომ აი ჩემ თავს უთხარი, რომ ან უნდა მოიგო, ან აქედან ცოცხალი არ უნდა გახვიდე და ისე მოხდა, რომ მოვიგე, მე ბოლოს გადამწყვეტი შეხვედრა ადამ ოქრუაშვილმა მოიგო და 3-2 გავხდით სოფლიო ჩემპიონები რიო დე ჟანეიროში. ეს იყო რაღაც საოცარი სიხარული ჩვენთვის, ყველასთვის, იმიტომ რომ
კიდევ ვიზახი ახალმა თაობამ შევძელით ეს ყველაფერი და ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. თან მე ვფიქრობ 2008 წელი იყო და მაგ პერიოდში რუსეთის დამარცხება სხვა ემოცია იყო ჩვენთვის ქართველებისთვის. მე პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს შემოჯახში რა ხდებოდა. და მადლობა თქვენ გაიხარა, მადლობა. რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს ასე ამაყად აშღერებთ ხოლმე მთელს მსოფლიოში. დიდი მადლობა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ყველა ბიჭებს ვინც იყავით, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყოფილა ისე პერიოდი, როდესაც გიფიქრია ჭიდაობაზე თავი დაგენებებინა. 2012 წელს, როდესაც წავაგე ოლიმპიური თამაშები, სხვათა შორის ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი მაშინ, რეიტინგში ვიყავი სამეულში, ევროპის ჩემპიონი ვიყავი იმ წლის 2012 წელს, ტურნირები მოგებული მქონდა და ფავორიტად ვითვლებოდი. ყოველ შემთხვევაში медаლი უნდა ამეყო. და როდესაც წავაგე მან, მაგას წინ უძღოდა რაღაც შემთხვევა მოგვიხდა, ვერ წავედით თქვათ ისეთ ფორმაში როგორც უნდა წავსულიყავით და მეორე შეხვედრა დავმარცხდი და ეხაც მახსოვს დღევანდელი დღესავით ის მომენტი, მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა აბსოლუტურად. აი ვერ ვხედავდი თუ როგორ უნდა გამეგრძელებია ცხოვრება. სპორტული ან თუნდაც ისე, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა მოლოდინები გაქვს და ის მოლოდინები არ მართლდება, აი სხვათა შორის მაგან ძალიან ბევრი რამე მომცა ცხოვრებაში, რომ აი თითქოს მორჩა ყველაფერი გათავდა და გადამტეხი რა იყო მაგ დროს? შევქმენი ოჯახი, მოვიყვანე ცოლი და აბსოლუტურად ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. სპორტსაც, ზოგადად ცხოვრებასაც, ურთიერთობებსაც, რომ არ უნდა ვიყოთ რაღაცა რადიკალურად რაიმე საქმის მიმართ განწყობილი, ხო? თუ თქვათ რაღაცა სიტყვაზე არ გამოდის, უნდა ცადო აუცილებლად სხვა გამოვა. ერთხელ სხვა გზით ცადო, ერთხელ არ გამოვა, მეორედ უნდა ცადო, მეორედ არ გამოვა, მესამედ უნდა ცადო და მაშინ გავაცნობიერე, რომ არასოდეს არ უნდა თქვა ესე და არასოდეს არ უნდა დაიტოვო შენ თავში ერთს განცდა, იმიტომ რომ როცა მეგონა ყველაფერი დამთავრდა, თურმე ყველაფერი მაშინ იწყებოდა და აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ბედნიერებისკენ და სიხარულისკენ ჩემი ცხოვრება იმის მერე, როდესაც ეგ ვთქვი. გადაცემის ბოლოს გვაქვს რუბრიკა ტოპ 5. მე ვფიქრობ, რთული იქნება, მაგრამ მაინც გითხავ. ტოპ 5 ქართველი ძიუდოისტი თუ შეგიძლია დაასახელო. ეს არის აი 100%-ით ჩამჭრელი კითხვა. თუ გინდა რომ გამაშაო, ეხა 5 უნდა დავასახელო მე. ძიუდოში იმდენი წარმატებული სპორტსმენი ყავს, ისეთი მაგარი თაობა ყავდა. აი ვის მაგალითსაც მართლა ჩვენ გავიზარდეთ და იმის წინა თაობა კიდე მართლა ისტორიულად მოყოლებული, აი უწყვეტი წარმატება გვაქვს ძიუდოში და მე როგორც ეხლა პოლიტიკოსი ამ კითხვისგან თავ შევიკავებ. თან ვერ შეყვი ვერაფერს. ნუ არავინ გავანაწყედოთ. მესმის. მოკლედ სპორტში თქვენი სიტყვა ნათქვამი გაქვთ. მე გიცნობ და ვიცი რომ დარწმუნებული ვარ. პოლიტიკაში იტყვით თქვენ სიტყვას და დატოვებთ ესე ვთქვათ თქვენს დიდ წარმატებულ კვალს. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს მოხვედით ჩვენთან და ჩვენს გამომწერებს ესაუბრეთ ჩვენს ქვეყანაზე და თქვენ სპორტულ კარიერაზე. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. მადლობა დიდი, პირიქით მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. თქვენს სურვილებს რაც შეეხება, ამას უდიდესი შრომა და მონდომება ჭირდება და ღვთისწყალობა რა თქმა უნდა და შევეცდები რომ როგორც სპორტში აქაც რაღაცა ჩემი კვალი დავუტოვო და მცირედით მაინც შევძლო ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა კარგის გაკეთება. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ერთად ყველას.